სიკვდილით მოვაჭრე მკვდარია. ასეთი იყო გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგის სათაური, რომელმაც ალფრედ ნობელს დინამიტის გამომგონებელს საკუთარი ცხოვრების მიმართულების შეცვლისკენ უბიძგა. გაზეთმა შეცდომა დაუშვა, ალფრედი ცოცხალი იყო, ეს მისი ძმა ლუდვიგი გარდაცვლილიყო. როცა ალფრედმა გააცნობიერა, რომ მას დაიმახსოვრებდნენ იმ სახიფათო გამოგონებით, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გადაწყვიტა, რომ თავისი ქონების დიდი ნაწილი მოეხმარებინა იმ ადამიანებისთვის ჯილდოს დასაწესებლად, რომლებიც კაცობრიობას სარგებელს მოუტანდნენ. ეს ჯილდო ნობელის პრემიის სახელწოდებით გახდა ცნობილი. მსგავსი რამ მოხდა იუდას მეფის მენაშეს ცხოვრებაშიც. ის ღმერთს აუჯანყდა და შედეგად ბაბილონელებს ჩაუვარდათ ყვედ, რომლებმაც ის საკუთარ ქვეყანაში წაიყვანეს. თუმცა მენაშე შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი. შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში მის სამეფოში მენაშემ დარჩენილი ცხოვრება მშვიდობით გაატარა. ემსახურებოდა ღმერთს და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ადრე ჩადენილი დანაშაულებანი გამოესწორებინა. ღმერთი უპასუხოდ არ ტოვებს თავდაუფლების გამოვლინებას. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლა საჭირო და უფლისკენ ტრიალდებით, ისიც ხელს გვიწვდის და ზურგს არასოდეს გვაქცევს. ის გვხვდება მადლით, რომელსაც არ ვიმსახურებთ და განგვაახლებს თავისი სიყვარულით, რომელიც ჯვარზე დაგვიმტკიცა. ცხოვრების ახალი ფურცელი იწყება უფალთან ერთად.